დაუსაბუთებელი და მძიმე ბრალდებების გამო ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გამოძიების მიზანია დადგინდეს, რას ეყრდნობოდა BBC-ს რეპორტაჟში კონკრეტული ადამიანების მიერ გავრცელებული ცნობები და რამდენად სანდო შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. მეგინ არსავიძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს თემაზე. BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობაზე საუბრობენ. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ეს აბსურდი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, აქტივისტმა, რომლის დასკვნასაც დაეყრდნო BBC-ს მიერ მომზადებული ფილმი თუ გამოქვეყნებული სტატია, აღნიშნა, რომ კვლევის ფარგლებში კონკრეტულ აგენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ და ასევე ნივთიერება, რომელზეც BBC-ს გამოძიებას საუბრობს, ამასთან დაკავშირებით ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ ამ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ლიტერატურას ბოლომდე ვერ გაიცნო. სწორედ ამ დონეზე ინფორმირებულ ადამიანს დაეყრდნო BBC და გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვა. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის იმ კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც არის საქართველოს ინტერესების დაზიანება და აცხადებენ, რომ სამწუხაროა, რომ BBC გახდა იარაღი Deep State-ის ხელში. ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომ BBC გახდა გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ამაზე მოუწევს ყველას პასუხისგება. ეხლა მიხვდნენ როგორც ჩანს, რომ პასუხისგება მოუწევთ და თქვენს რომ ბოლომდე არ გამოგვიკვლევიაო და ბოლომდე რომ არ გამოგიკვლევია და მაინც რომ აწოდებ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ამაზე არის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში. ბრიტანული მედია საშუალება, რომელიც არასდროს არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს. პირდაპირ გვევლინება მხარედ, რომელსაც შეუძლია ისეთი აბსურდული და ფსიქოდელიური ბრალდება გააკეთოს, როგორიც მან გააკეთა და რაც თავარია დაეყრდნოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის, ძირითადად ამ დემონსტრანტების შეგრძნებებს, მათ აცრემლებულ სახეებს და თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. აი ეს არის სტანდარტი, რომელ დონემდეც სამწუხაროდ ესეთი სოლიდური და ერთდროს მაღალ რეპუტაციული მედია საშუალება დავიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ესეთ აბსურდში არის გადასული, იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის რაღაცა ინტერესები დააკმაყოფილოს, ისევე როგორც შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია იქნა შელახული იმის გამო, რომ ჩვენზე ზეწოლა გაძლიერებულიყო და კონკრეტულად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ახლა ჩვენ ვატყობთ ანალოგიური ხდება უკვე მედია სივრცეშიც. ამას ესე არ დავტოვებთ. ვაპირებთ, რომ ბრძოლა გამოუცხადოთ, სამართლებრივი ბრძოლა გამოუცხადოთ BBC-ს იმისათვის, რომ მხილებული იქნას თუ როგორი დეზინფორმაცია გაავრცელა ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. BBC დაეყრდნო ცრუპენტელას. ახლა როდესაც გამოძიება დაიწყო სუსმა ორი მიმართულებით. ეთყობა ცოტა გონს მოვიდა და შეშინდა. ეს მას არ უშველის, ის კეთილსინებებს მივა და ესე იგი მისცემს ახსნა განმარტებას, გამოძიებას, ვით იყო ეს გამოწვეული და რატომ გააკეთა. ეს დეზინფორმაცია საქართველოს თვის სახელის გასატეხად იყო, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო გაკეთებული. და ამიტომ ვერავინ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. BBC-საც მოუწევს ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა. ტრამპის წინაშეც, სადაც უკვე ბოდიში მოიხადა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წინაშეც ბოდიში ექნება მოსახდელი. BBC-ს გამოძიებასთან დაკავშირებით და ტელევიზიისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურდა, რომ კითხვები დაგვესვა კონსტანტინე ჩახუნაშვილისთვის, თუ რა დასკვნა მიაწოდა და რა ცნობები მიაწოდა მან ბრიტანულ მედიას, დავუკავშირდით და გვიცხა, რომ კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.